და საერთოდ იმაზე, თუ რა ხდება ახლა პლანეტაზე. თუ ამას გლობალურად შეხედავთ, დაინახავთ, რა ხდება, ამდენი განხეთქილება, ამდენი სიძულვილი. ჩვენ ვხედავთ დაბომბვებს, ვხედავთ, როგორი დევნებიან ადამიანები, როგორი ტანჯებიან ისინი. და ჩვენ გვესმის, რომ ეს უნდა დასრულდეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, არა? სწორია. საკმარისია, კმარა, და ასე რომ თქვენ წამოიწყეთ პროექტი სულიერი დიპლომატები. დიახ. იქნებ უფრო მეტი უთხრათ ხალხს და აუხსნათ. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი ახლა და რა ძირითადი მომენტებია საჭირო, რომ ამის შესახებ იცოდნენ? სულიერი დიპლომატების პროექტი გლობალური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს იმამებს, მღვდლებს, პასტორებს, რაბინებს და სულიერ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან. ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ მათი როლი და პასუხისმგებლობაა ხალხის ნების შესრულება, პოლიტიკური ძალაუფლების მიერ შექმნილი კონფლიქტების დასრულება და რიგითი მამაკაცებისა და ქალების სახელით საუბარი. თქვენს მიერ გადაღებულ შესანიშნავ ინტერვიუში, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, გკითხეთ, თუ შემეძლებოდა მსოფლიოში ერთი რამის შეცვლა, რას შევცვლიდი? მე კი ვუპასუხე, ჩემი სურვილია, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანს ჰყავდეს ადვოკატი, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს. სწორედ ამას აკეთებენ სულიერი დიპლომატები. ჩვენ არ ვატარებთ იარაღს, ჩვენ სიბრძნეს ვავრცელებთ. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული პოლიტიკაზე, ჩვენ ვართ ორიენტირებული ადამიანებზე. რწმენასა და რელიგიას შეუძლია იქ შესვლა, სადაც პოლიტიკას და პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ. ზუსტად ეს არის ჩვენი კონფერენციის მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ თქვენთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაწყობთ მთელი მსოფლიოდან. ის კაპიტოლიუმში 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან რელიგიური ლიდერების შეკრება, რათა განაცხადონ, ჩვენ ერთად ვსაუბრობთ, ჩვენ დიალოგში ვართ ჩართული და არა მხოლოდ დიალოგში, არამედ ჩვენ ვიყენებთ ამ პლატფორმას და ლიდერთა ქსელს პოლიტიკურ წრეებში შესასვლელად და ხმის არ მქონე ადამიანების სახელით სასაუბროთ, მათი უფლებების დასაცავად. მე ნამდვილად შთაგონებული ვარ ალატრას მონაწილეობით და ყველაფრით, რასაც თქვენ, როგორც მოხალისეები, აკეთებთ ამ ინიციატივის განხორციელებაში.